გამარჯობა მეგობრებო, როგორ ახართ? იმედია ყველანი ჯანმრთელად და კარგად არიან. ყველა ოჯახში იჭმება არახისის კარახი, ანუ მიწის თხილის კარახი, ან თვითონ მიწის თხილი. მიწის თხილს ეძახიან გარიბებს ნუში, ანუ ნუში ვისაც ეძვირება, კიდულობენ მიწის თხილი. დაახლოებით იგივე სასარგებლოა, როგორც ნუში. ნუში მიწიდან ზევით, ანუ ხეზე მოდის და ერთი მინუსია მაგისი, რომ ძალიან მიწასთან ახლოს მოდის, რითგან ცოტა შეიძლება ეგეთი ადგილზე თუ არის მოყვანილი, ან ჩინეთში, ან ეგეთი ქვეყანაში, სადაც პესტიციდები ბევრი იყენებენ, ეს ერთ-ერთი მინუსი შეიძლება იყოს. დღის ვიდეოში რომელი ადამიანისთვის არ შეიძლება ჭამა, ან მიწის თხილის შესახებ მთელი ინფორმაცია. კიდვის დროს რა უნდა ნახო, რა არ უნდა იყო ინგრედიენტებში. პირველ რიგში მართლა არის სასარგებლო მიწის თხილი, რამდენის პოპულარულია. პირველ რიგში სასარგებლო დავიწყოთ. აქ შედის საკმარისი პროტეინი, ანუ კარგი რაოდენობით პროტეინი და ამინომჟავე. ამინომჟავე პროტეინი, რომელიც კუნთების ჯანმრთელობისთვის კარგია, არა მარტო კუნთების ჯანმრთელობის. აქ არის კარგი ცხიმი, რომელიც ჭირდება ადამიანს. ცხიმი არის, პლუს არის ბოჭკოვანი ფაიბერ მეგობრებო, რომ მაგის წამის მერე ეს გადამუშავების სისტემისთვისაც სასარგებლოა. ფოლეტარი, E ვიტამინი არის, მაგნეზიუმი აქ არის, ნიასინი, ბეჯგუფის ერთ-ერთი ვიტამინი აქ არის. მიწის თხილში არის რესვერიტოლ, ერთ-ერთი ანტიოქსიდენტი, რომელიც ჭამის მერე თქვენი იმუნიტეტი არის უფრო უკეთესი. რესვერიტოლ არის ერთ-ერთი ძლიერი ანტიოქსიდენტი მეგობრებო, რომელიც ანთების საწინააღმდეგოდ იყენებენ ვიტამინებში და წამლებშიც, რომელიც ბუნებრივად იპოვება მიწის თხილში, ან მიწის თხილის კარაქში. და კიდე მეგობრებო, ეს რესვერიტოლ შედის კიდე წითელი ღვინოშიც. და თუ გინდა თქვენ ეს რესვერიტოლ კიდე მოიმატო, მაშინ მოხარშული უნდა ჭამო მიწის თხილი. მოხარშე 5 თუთი დარბილდება, გადამუშავებისთვისაც უფრო ადვილი გახდება და ანტიოქსიდენტის რაოდენობა მოიმატება მოხარშვის მერე. თუ გაწუხებს თმის გათხელება ან ნადრევი ნავჭები რომ ალემოდის. აქ შედის E ვიტამინი და ბიოტინი. ბიოტინი კაფსულები ხო კიდულობ? არ გინდა იქ კაფსულებში ფული დახარჯვა. ბუნებრივი ბიოტინი შედის მიწის თხილში, რომელიც 7-8 ლარი ღირს კილო. თუ კვებაში ჭამს ყოველდღე და ყოველდღი ნორმაც 30 გრამია. მეტი არ შეიძლება მაგაზე ჭამა. დაახლოებით 20, 25, 30 გრამი ჭამე ბიოტინი თქვენი თმებისთვის და თქვენი კანისთვის E ვიტამინთან ერთად იქნება საუკეთესო. ჯანმრთელობისთვისაც კარგია, ბუნებრივად შედის არჯინინი, რომელიც ნიტრიკ ოქსაიდი იმატება სიცხილში და სიცხლის მოძრაობა კარგია და გულის დარტყმებისთვის კარგია. პლუს რადგან კარგი ცხიმი შედის, როცა კარგი ცხიმ ჭამ თქვენ, ცუდი ქოლესტერინი თვითონ თავისით მოდის დაბლა. ეხლა პრობლემა რა არის მიწის თხილში მეგობრებო? აქ არის ფაიტიკ მჟავა, ფიტინის მჟავა ქართულად, რომელიც ყველა ადამიანს არ უხდება. ადამიანი ეგეთი ადამიანი, ვისაც ნაკლებად სასარგებლო ბაქტერიები არსებობს ნაწლავებში, ვერ გადაამუშავებენ ამ მჟავას და ერთი ცალიც რო ჭამო, შებიროლობის შეგრძნება იქნება. გაზები დაგროვდება. ვერ გადამუშავდება ეგეთი ადამიანს მიწის თხილი. მეორე პრობლემა ეს არის, ვისაც აწუხებს შიკვი ან ართრაიტისი მეგობრებო, ოტოიმუნური დაავადებები. ეგეთი ადამიანმაც უნდა შეერიდო მაგის ჭამას, იმიტომ ჩვენ არ ვიცი რამდენი წამალია დასხმული მოყვანის დროს. ნორმალური ჩვეულებრივი ადამიანისთვის შეიძლება პრობლემა არ არის,
მაგრამ ოტოიმუნური დაავადებებში აუცილებლად იმოქმედებს მიწის თხილი. თქვენ ჯობია ცოტა მეტი დაიხარჯო და ჯამოთ ნუში. ნუში ყველა ადამიანისთვის სასარგებლო და უკეთესია. კიდე ერთი პრობლემა, თუ კარგი პირობებში არ შეინახეთ მიწის თხილი, ერთ-ერთი ტოქსიკი, აფლატოქსინი დაემატება მიწის თხილში, რომელიც ადამიანისთვის ტოქსიკურია. ანუ შეიძლება მოიწამლო. მაგრამ ეს იმ შემთხვევაში დაემატება, როცა სინესტე და შენახვის პირობები არ არის კარგი. ერთი პრობლემა კიდე არის, აქ შედის ომეგა-6. ომეგა-6, როცა ადამიანი ჭამს ომეგა-3-ზე მეტი, დაიჩაგრება ეს 3 და ანთების პროცესი წავა ზევით. ომეგა-6 კაი ცხიმი არ არის. როგორც თქვი, თუ ყოველდღე 25-30 გრამზე ზევით არ წახვალ, მაშინ ომეგა-6 არ წავა ზევით. მაშინ იქნება თანაბრად. ზედმეტი არ შეიძლება ჭამა. მე ჩაულებრივი მიწის თხილი ისეთაც ჭამ და მაგის კარაქიც. ჩაულებრივია, აქ ნაკიდია და ერთი კოზი ყოველდღე ჭამ და ბავშვებსაც ვაჭმებ. მაგრამ თუ ჩამონათვალი პრობლემა გაქვს, ჰაშიმოტო, ოტოიმუნური დაავადება, ეგეთი პრობლემები თუ გაქვს, მაშინ შეიძლება მოერიდო მიწის თხილის ან მიწის თხილს კარაქს. ყველაზე საუკეთესო გზა როგორია მიწის თხილის ჭამის? აიურვედაში ყოველთვის ღამე წყალში ტოვებენ, რომ ენტინიუტრიენტები წავიდეთ, შემჭირდე და გადამუშავებისთვის ადვილი იყო. ფაიტიკ მჟავარო თუ გინდა რომ წავიდე ქვევით, მაგისთვის უნდა მოხარშო ან ყოველთვის უნდა მოხალო. მოხვალვა, მოხარშვა და გამე წყალში დატოვა და დილით ან შუადღე მაგისი ჭამა არის ყოველთვის რეკომენდებული და ნორმა 20-დან 25-30 გრამი მაქსიმუმი. ეგრე თუ ჭამთ თქვენ, მაშინ მიწის თხილი ან თავისი კარახი არის საუკეთესო ჩვენი ჯანმრთელობისთვის. იმედია მოგეწონება ინფორმაცია. კარგად იქავი, ჯანმრთელად იქავი, გააზიარეთ მეგობრებში, გამოიწერე არხი. კარგად და ჯანმრთელად.